ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში ფოტოგამოფენა სახელწოდებით 13 ივნისი უხილავი მდინარე გაიმართა. ღონისძიებაზე ფრანარტ 2013-ის რჩეულის ვახო ხეთაგურის პერსონალური ფოტოები გამოიფინა. ფოტოებში სტიქიამდე და სტიქიის შემდეგ მოვლენების ამსახველი კადრები იყო წარმოდგენილი. საღამო მუსიკალურად ლუსიან ეშმა გააფორმა. ღონისძიებას ხელოვნების სფეროს, საკრებულოს, ვაკის და საბურთალოს გამგეობის წარმომადგენლები დაესწრნენ. განათლება გავარდი ერთადერთი ფესტივალი, რომელიც ხელოვნების 10 დარგზე აერთიანებს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევუწყოთ ახალგაზრდა შემოქმედების ნიჭის წარმოჩენას და დღევანდელი დღე სწორედ ამას ეხმარება. გამოფენა ეხება ვერესხეობას, ყოველ წლის განმავლობაში გადაღებული ფოტოები წყალდიდობის შემდეგ და იქ ცხოვრება ადამიანებს ვის ყოველდღიურობას ახსენს პრინციპში. მოვაკვირდებოდი, როგორ უვლიდნენ თავის სახლს, თავის გარემოს ეს ადამიანები და მე რაღაც ერთ დღეში დაკარგეს აბსოლუტურად ყველაფერი. ძალიან კარგი ნამუშევრებია, ძალიან კარგად ასახავს იმას თუ რა მოხდა 13 ივნისს, რა ტრაგედია მოხდა თბილისში.